თავისი გონიერებით ადამიანი მსგავსია ენით გამოუთქმელი ღვთაებრივი ძალისა. სხეულით კი იგი პირუტყვებს ენათესავება. მაგრამ მცირედნი არიან ისეთნი, რომელნიც როგორც ჭეშმარიტად გონიერი არსებანი, ღმერთისაკენ და თავიანთი მხსნელისაკენ მიაქცევენ მთელს გულისხმის ყოფას და აზრს, რათა სწორედ მასთან ჰქონდეთ ნათესაობა. ამასთან ამ თავის მისწრაფებას საქმით და სათნო ცხოვრებით წარმოაჩენენ. ადამიანთა უმრავლესობა კი სულით უგულისხმოა. მათ ზურგი აქვთ შექცეული ღმერთისათვის და მოშორებიან ღვთაებრივ და უკვდავ შვილებას, რის სანაცვლოდაც უბადრუგ და ხანმოკლე მსგავსებას მიელტვიან ყოველივე სხეულებრივისა. ამის გამო ისინი პირუტყვებს ემსგავსებიან, რადგანაც მხოლოდ ხორციელზე ფიქრობენ და ბილწი გულის წადილით აღინთებიან ხოლმე, რითაც საკუთარი ნებით განიშორებენ თავს ღმერთისაგან და ცათა სასუფევლის სანაცვლოდ თავიანთ სულებს ხორციელ სატანჯველთა უსყულში შთააგდებენ. ჩვეულებრივ, როცა კაცზე იტყვიან გონიერიაო, ამ სიტყვას არასწორი მნიშვნელობით ხმარობენ. გონიერი ის როდია, ვისაც ძველ ბრძენთა გამონათქვამები და ნაწერები დაუსწავლია. არამედ ჭეშმარიტად გონიერი ის ადამიანია, ვისაც სული აქვს გონიერი და ძალუც სწორად განსაჯოს, რა არის კეთილი და რა ბოროტი. და ამასთან ვინც ყოველთვის გაურბის ბოროტსა და სულისათვის მავნეს, ხოლო კეთილისა და სულისთვის სარგოს მოსაპოვებლად გონიერად გულმოდგინებს და იღწვის ისე, რომ მარად მადლს მიუძღვნის ღმერთს. ჭეშმარიტად, მხოლოდ ამგვარად მოქმედი ადამიანი უნდა იწოდებოდეს გონიერად. ამ ქვეყნიურ სიკეთეთ დამონებული ადამიანები, რომელთაც მხოლოდ სიტყვით იციან, თუ რისი ქმნა ჯერ არს კეთილმსახური ცხოვრებისათვის, იმათ ემსგავსებიან წამლები და სამკურნალო ხელსაწყოები რომ შეუძენიათ, ხოლო მათი გამოყენება არ იციან და არც ვრუნავენ იმისთვის, რომ ისწავლონ ეს. ამიტომაც ჩვენ შეწოდებებში ნუ დავადანაშაულებთ ნურ ჩვენს წარმომავლობას, ნურც სხვას ვინმეს, ან თუ რაიმეს ჩვენს გარეთ, არამედ მხოლოდ საკუთარი თავი დავადანაშაულოთ ხოლმე, თუ კი ცოდვას დავემონებით. რადგანაც თუ კი ჩვენი სული თავისი ნებით მიეცემა მცონარებას და დაკარგავს გულმოდგინებასა და ღვთის მოშურნეობას, მაშინ იგი არ შეიძლება დემონთა მიერ, კაცთა მოდგმის მტრების მიერ ძლეული არ იყოს. სიკვდილი იმ ადამიანებისათვის, რომელთაც იციან შემოქმედი ღმერთი, უკვდავებაა, ხოლო უცნობელთათვის ნამდვილად სიკვდილია და დაღუპვა. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ხორციელი სიკვდილისა, არამედ უნდა გვეშინოდეს სულიერი დაღუპვისა, რაც არის კიდეც უცნობელობა ღმერთისა. აი რა უნდა იყოს ყველაზე საშინელი ადამიანის სულისათვის. დასაყრდენი თავის დასამკვიდრებლად ცოდვამ ყოველივე ნივთიერში, მატერიალურში ჰპოვა და სხეულიც ადამიანისა მის სამყოფელად ქცეულა. მაგრამ გონიერი სული ადამიანისა შეიცნობს რა და გულისხმა ჰყოფს რა ამას, თავისაგან განაგდებს უღელს ნივთიერისა
და წამოიმართება ამ ტვირთისაგან განთავისუფლებული. იგი ყოველნაირად ეცდება ჭეშმარიტებით შეიმეცნოს ღმერთი და ყოველთვის ყურადღებით იქნება მიჩერებული თავის სხეულს, როგორც მტერსა და მოწინააღმდეგეს, რომლისაგანაც ბოროტს მოელის და რომელსაც არ ენდობა, და სული, რომელიც ძლევს ბოროტნებებს, ბილძ გულის წადილთ და ყოველივე ნივთიერს, საბოლოოდ გვირგვინოსან იქმნება ღმერთის მიერ. თუ კი ისურვებ, მონაშე იქნები ბოროტივნებებისა და ბილძი გულის წადილისა. მაგრამ შენი მსურვილისამებრ შეგიძლია თავისუფალიც დარჩე და ქედი არ მოუხარო ბოროტუნებათა უღელს. რადგანაც ღმერთმა ადამიანი თავისუფალი დაჰბადა, ბატონ პატრონი თავისი ნებისა. ხოლო ხორციელ ნებათა მძლეველი ადამიანი გვირგვინოსან იქნება ღვთის მიერ. ბოროტივნებანი რომ არ არსებულიყო ადამიანში, მაშინ არც სათნოებანი იარსებებდა და არც გვირგვინი ექნებოდა გამზადებული ღმერთს ღირსეული ადამიანებისათვის. ყოველგვარ მოსახვეჭელთაგან მხოლოდ სულიერი სიმდიდრეა ყველაზე უხიფათო. მას ვერავინ ვერ მოგბარავს. ასეთი სიმდიდრე კი ერთია, სათნო და კეთილმსახური ცხოვრება, კეთილ საქმეთა მოქმედება. ამ ქვეყნიური სიმდიდრე ბრმა წინამძღოლია და უგნური მრჩეველი. ვინც მხოლოდ თავისთვის და ხორციელ სიამეთა მისაღებად მოიხმარებს ნივთიერ სიმდიდრეს, იგი ბოროტად დაღუპავს თავის მოქანცულ სულს. უწყოდე რომ სხეულს ადამიანისას, როგორც ხრწნადსა და ნივთიერს, ბუნებით ახასიათებს ხორციელის ნეულებანი. ამგვარი სნეულების ჟამს კეთილად დამოძღვრილი სულისთვის ჯერ არს მადლს უძღვნიდეს ღმერთს. მოთმინეთ და მხნედ იყოს და არასდროს არ საყვედურებდეს ღმერთს. ასე ხრწნილი და ათასგვარ სნეულებას დაქვემდებარებული სხეული რად დაბადდება. სასტუმრო სახლებში გაჩერებულთაგან ერთნი საწოლებს მიიღებენ ხოლმე ღამის გასათევად. სხვანი კი, ვისაც არ შეხვდებათ ასეთი პატივი, პირდაპირ იატაკზე იძინებენ და ისევე ღრმად სძინავთ, როგორც საწოლში მწოლარეთ. ღამის გასულს კი ძილისგან აღმდგარნი ყველანი ისე ტოვებენ სასტუმრო სახლს, რომ თან მხოლოდ ის მიაქვთ, რაც მოიტანეს. ამ სახედვი არიან ყოველნი ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში მავალნი. ისინიც, ვინც ზომიერად ცხოვრობენ, ვისაც არაფერი არ აქვთ, და ისინიც, ვისაც მთელი თავისი ცხოვრება პატივსა და სიმდიდრეში გაუტარებიათ. ამ ქვეყნიდან განსვლის ჟამს ისინი ვერაფერს ვერ წაიღებენ ცხოვრებისეულ სიამეთაგან და სიმდიდრისაგან, არამედ მხოლოდ საკუთარ საქმედ გაიყოლებენ თან, სიცოცხლის მანძილზე მოქმედებულთ, კეთილთაც და ბოროტთაც, რათა ამ საქმეთაებრ მიაგოს ღმერთმა თითოეულს. ადამიანის სიცოცხლე შეთანხმიერებაა, შერწყმაა სულისა, სამშვინველისა და სხეულისა. ხოლო სიკვდილი ამ შეერთებულ ნაწილთა დაღუპვა და გაქრობა კი არ არის, არამედ დარღვევაა მათი კავშირისა. ამ კავშირის დარღვევის შემდეგაც ღმერთი ყველა ამათ ინახავს.